ცოტა საერთოდ დავიწყო. თბილისში მოხდა შემთხვევით. ავარიის გამო იქ ყველაფერი დავკარგე და წამოვედი თბილისში კასტინგები რა თქმა უნდა. ავარიები დაახლოებით 2008 წელში 3 წელი მუხიაში ვცხოვრობ, თუ ცხოვრობა ქვია. ის გვეშ სამთარ ზაფხულ. მე აღმოჩნდა პიროვნებები, ვინც ერებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მამათა მონასტერთან და დამყარდა მამათა მონასტერში გოლისის ეპარქიაში. დაახლოებით წელიწადი და 2 თვე ვიყავით. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბერი და როგორც ყველა სტუმარი ეს ჩემი ადგილი მქონდა და ლოცვებს ჩვეულებრივად ვატარებდით როგორც საჭირო იყო დიდი გოლით და ერთი პერიოდი ისიც გადავწყვიტე რომ ბერი ყოფილიყავი. მომწიფებული იყო ეს სიტუაცია, ლიტერატურასაც გაცნობილი ვიყავი, იმათ ცხოვრებასაც გაცნობილი ვიყავი და შეგმებული ვიყავი მას რომ მე ერთშიც ვერაფერს ვერ ვიზამდი, მაგრამ აქეთ ისეთი პრობლემები მქონდა. დატოვებული ალბათ ისევ ჩემი გადასაწყვეტი იყო და ყოველ მოძღვარსაც ამოსულიყავი ერში. ჩამოვედი ისევ თბილისში, აქ მეგობრების და ნაცნობების დახმარებით რაღაც საბუთები განვაახლე, გავაკეთე. ქუთაისში ჩავედი, როგორც ქუთაისელი კაცი. ჩემი მართვის მოწმობა იყო გასანახლებელი, რაღაც გამოცდები ჩასაბარებელი, ესენი ყველაფერი მოვაგვარე და ამ ჩემი ახალი საბუთები წამოვედი ისევ თბილისში. 9 დღეს სადგურზე ვიცხოვ. ცოტა ძიმე ცხოვრებით. იქ აღმოჩნდნენ პიროვნებები, კარგი პიროვნებები, ვინ შემომთავაზა, რომ მომძღოლი ხარ, შეიძლება ყვითელი მარშრუტების ოფისში მისვლა და გარკვევა სიტუაციის იქნებ მუშაობას დაიწყო და აღმოჩნდა იმ სადგურზე იყო ოფისი, სათავე ოფისი, მე-6 სართულზე. მეორე დღესვე ავედი, გავარკვიეთ რაღაც მე ამოდენა წვერებით. ნუ წინააღმდეგები არ წავიდნენ, მაგრამ ერთი იყო, რომ ასეთი წვერებით ვერ იმუშავებ თითქმის 2 წლის წვერით. არა, მე ვთქვი წვერებს ყველაფერს ეს გავეპარსავ და მეორე დღესვე მოვწესრიგდი და ავედი. ის დღე იყო დამაწერილი განცხადება და მესამე დღე ჩამაბარენ მანქანა. გარაჟში დამიბარენ და იქედან მოყოლებულია. დღემდე მძღოლი ვარ. ცოტა ესეთი ის გამოეწვია, ასეთი ჩანაფიქრი არ ქონდა ამ კონფეტენს, მაგრამ თავიდან რა თქმა უნდა ვყიდულობდი იმის გამო, რომ ბავშვებისთვის მიმეცა და ეგ მოხუცებისთვის მიმეცა და მათი გულები გამეხარებინა რა. მე აქ სტუდენტები დამხავს ახალგაზრდები და ამათაც ჩუქნიდი. მე პირველ გზავრებს ჩუქნიდი. მე იქ ალბათ იმას აღვედური გამოთქვი ჩვენო რატო არ ვაზრებთ კამპეცო იმათაც ჩუქნიდი. მე მამაკაცებს არ ჩუქნიდი. მე რა საჯვარედინებზე სვეტაფორებზე სადაც სამწევი ყველა ჩუქნი და ცოტა ისეთი სიტუაცია, იცით, ის გარკვეული მონაკვეთი ჩემთან გზავრობის ნახევარი საათია თუ 40 წუთია. რაღაც უფრო ხალისიანია, გაღიმებული სახეებია, ვხუმრობთ ერთმანეთში, ვსაუბრობთ და
მე მგონი სულდათ პირიქით კარგი ის აქვს. თვითონ აურაც კარგი აურა. აგინ დამოღმილი არ უნდა ამოდედი, გზავრი კაფეს რომ მიაწოდებ, გაიღიმებს არ არის ერთს. უხარიათ, რომ დაინახავენ მანქანას და მე ვზივარ საჭესთან უხარიათ, რომ არ ვიცი, ალბათ ქუთაისში ერთადერთი ჩემი დაბრუნება იქნება იმ ჩემს საქარს თუ დავიბრუნებ და თორემ მე ქუთაისში მეგონია ზე აღარ დაბრუნებ. ნუ რა თქმა უნდა, იქ აღარ ჩემს ამეგობროს და ჩემს ანათესაოს ვერ დავკარგავ და ვერ მივატოვებ და რაღაც გარკვეული პერიოდით ჩავალ, მაგრამ როგორც ასეთი აი ვიცხოვრებ, მეგონი აღარ ვიცხოვრებ და იცი. ასმოწევს ცხოვრება, მე დიდი შემართებით ავარ და იქნებ მოხდეს ისე ის ბინას დავიბრუნო. ჩემი ხელით დაწვალებული იყო. და ახლა რა იქნება? დრო ყველაფერს წამალია. და ზაბუნ ცხოვრებაში პატარა ერთმანეთს ვახალისებთ და ვათხოვთ მეგონი ეს კომპიუტერს პატარა კი არის, მაგრამ დიდი ძალა აქვს. მე მგონი ჩვენ ერთმანეთის მიმართ უნდა დავთქვით აუცილებლად სხვანაირად ვერ გადავრჩებით. შეგვავიწროებს სხვა ერები. ჩემთვისაც ძნელია ხო ის გავლილი ცხოვრებას თუ რაღაც პრობლემებით თუ რაღაც წყალებით იმით ამით და მე როგორც იქნა მოვიყვანე იქამდე რომ სიბერეს ნორმალურად შევხვდები თქვა და ამ დროს ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დავკარგე და რა პატარა წლებში ვარ და მიკროფონი ერთი ცხოვრების მოყანას მოვასწრე კიდე და სტილო ყველაფერს გავაკეთო რომ იქნებ რაღაც კიდე ჩემს სახელზე დარჩეს ერთი პატარა ნაგებობა სადაც შეიძლება ჩემი ახლობლები მივიდნენ და ჩემი საგანთესავე იქნება თუ იქნება სამეგობრო და ნახოთ რა იქნება რა გამოიგო ალბათ რელიგში ჩემი საკარის დაბრუნება და ჩემი ოჯახი ჩემთან იყოს ჩემი ვერდით იყოს რაიც ება დედა სამსიბერეში გაწვალ და კალი რაც იმან იცვალა იშრომა და უცებ ყველაფერი გამოეცალა ხელიდან ჩემი და ვარის ბრალი სამწუხაროდ მაგრამ ზოგჯერ ხდება ღმერთიც განსასწრებს მიწობს თავარი ესა რომ ამ განსასწრებს როგორ დავხვდები და როგორ გადავიტანთ მე შემეძლო ყველაფერზე ხელი ჩამეგნია და ფერი გამختارიყავი და საგაფეში სული მეკნებოდა დაჩოქილი ვიდეოცები და ვიქნებოდი მხატის წინაშე მაგრამ მე ისედაც არ გვაკლია მაგლოცვები და მერცედიდების თქმა მაგრამ ეს ჩემი პრობლემები მაინც შემოსაგვარებელია ამის გამო აღარ აღვიქვეცებდი რათა წამოვედი ერში უკვე მორჩილიც ვიყავი. ჩემი შესამოსელიც უკვე გამზადებული იყო. ალბათ წინააღმობას მე უნდა გავხდარიყავი და გამოვედი მერია, ნორმალი თამაში უნდა მეთამაშა მეგობრობა, მეთვალობელი უნდა გავხდე და რაღაც გუნდში მაინც ალბათ ერისკენ უფრო ვიქნებოდი. გამო შეიძლება იქ თუ ხარ უნდა იყო ერთად და ერთი სახში და ანუ გასულ ნორმალი თამაში